მძიმე ენერგიებით იწყება სერიალი. მთავარი გმირის გამოჩენას კი რაღაცნაირად სიმშვიდე შემოაქვს და მანდ ვხვდები, რომ სასიამოვნო და სახალისო მომენტებიც არ მოგაკალდება. წარმოადგენელს კი არ მაქვს მე რატომ გამიხარდა არას ბოდრუმში წასვლის უფლება რომ ისცეს. მოგვიანებით კი გავიგე, რომ ძმის საძებნელად მიდიოდა, თუმცა როცა გამიხარდა, მაშინ არ ვიცოდი. ძალიან მტკივნეული სერიალია. რაღაც მომენტებში საუბარიც კი მიჭირს. ცხადია თეომანს არ ახსოვს, რომ დემირია და ძმა ჰყავს, თუმცა მისი წარსული მაინც მასთან არის და არ ტოვებს. ძალიან ემოციური იყო ყვავის დატო. თეომანის დედა საყვარელი ქალია. აქვს რა თქმა უნდა თავისი არც თუ ისე სახარბიელო მხარე, მაგალითად უნდა რომ დაეპატრონოს იტალიურ კაფეს, ფაქტობრივად წაღლიტოს მფლობელებს. ასევე ბევრ რამეში ცდება როგორც დედა, ზედმეტად ათამამებს თეომანს, რაც საბოლოო ჯამში დათვური სამსახურია. თუმცა როგორც მოსიყვარულე და მზრუნველ დედას წუნს ვერ დაბუდებ. ტაქტი და გულკეთილობას არ დაეწუნება, მაგრამ ფრთხილად იყავი ქალბატონო. ამ ბავშვებთან ერთად მეც 17 წლის ვარ. ძალიან საყვარლები არიან. ძმები უფროსებად ხედან თავთავიან სკოლებში, უბრალოდ განსხვავებული გზებით მოიპოვეს ეს პატივი. ყველა ერთ კლასში რატომ სწავლობს? არ მითხრათ, რომ დემირი და არასი ტყუპები არიან. რატომღაც მეგონა, რომ თეომანი უმცროსი ძმა იყო. როგორი მასწავლებელია. 2 წუთით დააგვიანდა მოსწავლეს და პირდაპირ აგდებს. არც კი ინტერესდება, იქნებ რა შემემთხვა. დენისაც ხომ არ ჩაუვარდა გულში არასი. მოიცა გოგო სხვა გეტრფის. ბარიში როგორ ითვლის დენიზმა რამდენი დღე გააცდინა. ნურაი და ჰაკანი რომ საყვარლები იყვნენ, იმედია თქვენც თავიდანვე მიხვდით. ეს ორი საშინელი დედა და მამა არიან. მეუღლეობას რომ თავი დავანებოთ. რა მაგარი ტიპია ჰაკანი და რა ჯანდაბა უნდა ნურაისთან. მეუღლის ღალატი არ ეპატიება ვინც და როგორიც არ უნდა იყოს. თუმცა საზიზღრობა ჰაკანს ისედაც არ აკლია. სასტიკად ექცევა თეომანს, ფსიქოლოგიურად განადგურებული ყავს. როგორც ჩანს, დიდი ხანია ასე ხდება. უფრო მეტიც, პატარაობიდანვე ასე ხდება. შეიძლება თეომანი არ ბრწყინავს და კარგი არც არაფერი დაუმსახურებია, თუმცა მამისგან ვერც ერთი დადებითი სიტყვაც ვერ მოვისმინე და ვერც მიდგომებით გამოირჩევა. მაგალითი, როგორი მამა არ უნდა იყო არავითარ შემთხვევაში. რა მოხდა? თეომანმა პატარაობაში რამე დააშავა? ლეილას დაზიანება აქვს და ეს დაზიანება უნდა ვიგულისხმოთ თეომანის დანაშაულად თუ არის კიდევ რაღაც, რაც არ ვიცით. რა თქმა უნდა ძალიან მეწოდება თეომანი, მაგრამ მის სულელურ ყოჩურ ქცევებს ეს ვერ ამართლებს. შეიძლება მამა სასტიკი და დაუნდობელი ყავს, მაგრამ დედა მასზე მართლა გადაყოლილია. არც და არ არის სუდად განწყობილი ძმის მიმართ. ყოველ შემთხვევაში არ შეიმჩნევა, რომ ხელს კრავს და რიყავს. თუმცა ასია, მას მაინც მამისგან შემჩნევა უნდა, თანაც საკმაოდ რთულ ასაკშია.